რამდენიმე წლის წინ YouTube-ს ვსქროლავ და ჯო როგანის პოდკასტი შემხვდა. მის წინ გრძელწვერა მსუქანი ტიპი ზის. აი ესეთი ტიპი ფენტეზის ჟანრის წიგნში რო ვიყოთ, უეჭველად ტყის სველი იქნებოდა. ხშირი შავი წვერი და ცოტა საყვარელი დათუჩას იერით. მხოლოდ ამ ფაქტის გამო დავაკლიკე და ჩავხდე პოდკასტი. ეს პიროვნება რიკ რუბინი აღმოჩნდა. მსოფლიოს საუკეთესო მუსიკალური პროდიუსერი, რომელიც თავის საქმეს აგერ უკვე 45 წელი აკეთებს. ჩემ YouTube არხის მიზანი კი იცით რომ არის სუპერ წარმატებული ხალხის შესახებ ვილაპარაკო. ჩაუძვრეთ მათ ტვინში და ამოხსნათ მათი წარმატების საიდუმლო. როგორ მუშაობს ეს ხალხი, რისის ჯერად, რისის სწამთ. დავისწავლოთ ეს პრინციპები თუ საერთოდ არსებობს ამგვარი, წამოვიღოთ ჩვენსკენ და ჩვენს ყოფას მივუსადაგოთ. ამ პოდკასტის მომზადების პროცესში წავიკითხე რიკ რუბინის ბიოგრაფია. ვიდეოს აღწერაში იქნება წიგნის სახელი. ნორმალური წიგნი იყო, პლუს ინტერნეტში გავეცანი მის შესახებ სხვადასხვა რესურსებს და რამდენიმე საათის ინტერვიუებისაც კი მოусვინე. მაშ ასე, დავიწყოთ. რიკ რუბინი 1963 წელს დაიბადა ლონგ-აილენდზე. ნიუ-იორკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია ეს კუნძული თუ ნახევარკუნძული. ბავშვობიდან როკის მოყვარული იყო თავისი ვიზუალური გამოხატულებებით. გრძელი თმა, ტყავის ქურთუკი და ასე შემდეგ. კატეგორიულად ერიდებოდა ბავშვობიდან ალკოჰოლს და დალეობას. და სხვათა შორის ეხლაც ესე მოდის, რაც ძალიან იშვიათია ამ პროფესიაში. როგორც თავად ამბობს, ჩემი თანატოლები მოწყენილობიდან გამომდინარე ნარკოტიკებს და ალკოჰოლს მოიხმარდნენ. მე კიდევ დროის ასეთი დაკარგვა ნამდვილად არ მინდოდა. მას ბავშვობიდანვე სხვა ინტერესები ჰქონდა. და როდესაც რაღაცისადმი ღრმა ინტერესი გაქვს, სულელური გართობებისთვის მგონი დრო აღარ რჩება. სანამ მუსიკა შემოვიდოდა რუბინის ცხოვრებაში, ის გატაცებული იყო ფოკუსებით. დიდ დროს ატარებდა ფოკუსების მაღაზიების დახლებთან. ზოგადად, მაგია რუბინის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს, მას სჯერა მაგიის და არა ამ ქვეყნიური ძალების. უფრო მეტიც, ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში, როდესაც წამყვანმა ჰკითხა, ამდენი კრეატივი საიდან მოგაქვსო, რუბინმა პირდაპირ უპასუხა, რომ სხვა სამყაროდან იღებდა ინფორმაციას. თითქოს ერთგვარი ანტენა ქონდა, ანტენა აქვს და სხვა სამყაროს სიხშირეებს იჭერს. როგორც თავად ამბობს, როდესაც 9 წლის ხარ, არ იცი განსხვავება მაგიას, სულიერებასა და ოკულტიზმს შორის. არადა სამივე ცალ-ცალკე სამყაროა. ვფიქრობ, ცხოვრებაზე სამივე მათგანს დიდი გავლენა აქვს. ჩემთვის პირადად სულიერება დიდ როლს თამაშობს. ის მეხმარება საქმეს უკეთ კეთებაში. უკვე 1991 წელს ლონგ-აილენდზე სკოლას ამთავრებს და ირიცხება ნიუ-იორკის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. გეგმა შემდეგი ჰქონდა. იურისტობით საარსებო ფულს გამოვიმუშავებო და ხოლო მუსიკას ესე გვერდით ჰობად დავიტოვებო. თუმცა ბედისწერას მისთვის სხვა გეგმები აქვს. რუბინისგან იურისტი რომ არ დადგებოდა, ეს სკოლის გამოსაშვები ალბომიდანაც ჩანს, სადაც მისი პორტრეტის ქვეშ მისი წარწერა იყო. მსურს ხმამაღლა ვუკრა. მინდა ჩემი ესმოდეთ. არ მინდა ბრბოს ნაწილი ვიყო. უკვე უნივერსიტეტში აბარებს და ნელ-ნელა მუსიკალური გემოვნებაც ეცვლება როკიდან ჰიპ-ჰოპზე გადადის. როგორც თავად ამბობს, ნიუ-იორკმა მაინც თავისი გაიტანაო. მოგეხსენებათ, ნიუ-იორკი იმ დროს ჰიპ-ჰოპის მექად ყალიბდება. მოდი ცოტა ხნით აქ შევჩერდეთ აი ამ ნათქვამზე. მსურს ხმამაღლა დავუკრა. მინდა ჩემი ესმოდეთ, არ მინდა ბრბოს ნაწილი ვიყო. ეს ბრბოს თემა ჩემთვის საინტერესოა. ერთხელ ალექს ჰორმოზის დაუსვეს შეკითხვა, თუ არის რაიმე საერთო მახასიათებლები, რომლებიც გამორჩეულად და წარმატებულ ხალხს ახასიათებსო. მან 4 პუნქტი გამოყო და ერთ-ერთი იყო შემდეგი. გამორჩეულად და წარმატებული ადამიანი შინაგანად ყოველთვის გრძნობს, რომ გარშემო მყოფებზე დიდია. ან მინიმუმ განსხვავებული. მე პირადად ამას ორივე ხელით ვეთანხმები. აქ ამ პარტავნებაზე მანდამაინც არ არის საუბარი. საუბარია ობიექტურ მოცემულობაზე, რომ შინაგანად იცი, რომ დიდი საქმეების კეთებისკენ ხარ მოწოდებული. დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს რუბინს.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში რუბინი მეგობართან ერთად, რასელ სიმონსთან ერთად აარსებს ლეგენდარულ Def Jam Records, რომელიც მისი წარმატების საფუძველი ხდება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის სათაო ოფისი რუბინის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ოთახი იყო. ამით ის ძალიან გავს წარმატებულ ენტერპრენერებს, რომლებიც კარიერის დასაწყისში იყვნენ. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ სტივ ჯობსმა ან ჯეფ ბეზოსმა თავიანთი მეგა ბიზნესები ავტოფარეხიდან დაიწყეს. რუბინი იმ იშვიათ ენტერპრენერთა რიცხვს მიეკუთვნება, მოდით ენტერპრენერი დავარქვათ ცოტა ხნით ამ კაცს, რომელთაც ზოგადად პირველივე მცდელობა წარმატებული ჰქონდათ. როდესაც პირველი რეკორდსი გამოუშვა, რუბინმა 100,000 ცალი გაყიდა ნიუ-იორკში, რაც შესანიშნავი მაჩვენებელი იყო. პირველი ვინც ჩაწერა იმ დროისთვის პოპულარული რეპერი იყო LL Cool J. წარმოიდგინეთ, იმ დროს ეს რეპერი 16 წლისაა, ხოლო რუბინი 20-ის. აი უკვე 20 წლისა ესეთ საქმეებს ატრიალებს. აქ უნდა ვახსენოთ შემდეგი რაღაცა. რუბინის რუმეითი იხსენებს, რომ რუბინს გასაოცარი თავდაჯერებულობის გრძნობა ჰქონდაო. ის იყო ყველაზე თავდაჯერებული 19 წლის ტიპი, ვისაც კი ვიცნობდი. შეიძლება რამე არ სცოდნოდა, თუმცა ამას არასოდეს შეიმჩნევდა. სხვათა შორის, თავდაჯერებულობის ეს თემა წიგნში სხვა ადგილებშიც გვხვდება. იგივეს ამბობენ მასზე ჯონი ქეშიც და ნილ დაიმონდიც. რუბინს თავდაჯერებულობის ისეთი მაღალი დონე ჰქონდა, შენც გადმოგედებოდაო, შენც წამოგანთებდაო. ნიუ-იორკში რუბინი ჰიპ-ჰოპის სამყაროს ატრიალებას, თავდაყირა დაყენებას იწყებს. თან არ დაგავიწყდეთ, რომ თეთრკანიანია, რაც იმ დროს დაბრკოლებაც კი ამ ინდუსტრიაში. ის საოცარი გამბედაობით და კრეატივით იწყებს ამ ინდუსტრიის გამოცოცხლებას. ზოგადად რეპის კომერციალიზაციას დიდწილად რუბინს მიაწერენ. ის ამსხვრევს საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებებს, ის ამსხვრევს იმ წესებს, რომლებიც ამ ინდუსტრიაში დახვდა. მაგალითად, იმ დროისთვის ჰიპ-ჰოპის ერთი ტრეკი შეიძლება თურმე ყოფილიყო 7-დან 8 წუთამდე. ფაქტობრივად რეპერი რეჩიტატივს კითხულობდა იმდენ ხანს, სანამ სიტყვათა მარაგი არ ამოეწურებოდა. რუბინმა ეს მიდგომა შეცვალა და ტრეკი 3-დან 4 წუთამდე ჩამოიყვანა. ასევე აღმოაჩინა, რომ ლაივში დაკრული ჰიპ-ჰოპი და კასეტაზე ჩაწერილი სტუდიური ვარიანტი ცად და დედამიწასავით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მერე როგორც თავად ამბობს, მე მკვლევარი ვარ, მუდმივად ვეძებ გაუმჯობესების გზებს და არასოდეს ვიღებ მოცემულობას მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ თურმე ამგვარად კეთდებოდა წლების განმავლობაში. სწორედ ეს არის ინოვატორის გამგონებლის აზროვნება. მსგავს ნარატივს ალბათ ბევრჯერ შეხვედრი ხართ. როდესაც რამე ახლის შექმნა გინდა და ვიღაცა გამოვა და გეტყვის, ხო, მაგრამ ძმაო, ესე რატო უნდა გავაკეთო, ჩვენ ხო ასე ვმუშაობდით წლების განმავლობაში. ეს აზროვნება შემაფერხებელია. ვინც ამას ამბობს, პროგრესის მუხრუჭია. სხვა საკითხი ახლა თუ არგუმენტები არსებობს. შესაძლოა ვალიდური არგუმენტი გქონდეს სახეზე თუ რატო ჯობია ძველი გზით ზიასიარული, თუმცა ეს სხვა საკითხია. უკვე 1988 წლიდან რიკისთვის ახალი ერა იწყება, როდესაც ნიუ-იორკიდან გადადის კალიფორნიაში. კალიფორნიაში გადასვლას ერთადერთი მოტივი აქვს, უფრო მეტი შესაძლებლობები. როგორც თავად ამბობს, როკ-ენ-როლის თემი კალიფორნიაში უფრო ძლიერი იყო. ნიუ-იორკი 80-იანებში ჰიპ-ჰოპის მექა იყო. და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი რუბინს ხელში ჰქონდა ამოსული. კალიფორნიაში გადასვლიდან მალევე ურთიერთობას ამყარებს Red Hot Chili Peppers-თან და ეს ჯგუფი რუბინის მსხვილი კლიენტურა ხდება. ისევე როგორც ყველა არტისტის შემთხვევაში, Chili Peppers-ისთან რუბინთან მუშაობა საბედისწერო აღმოჩნდა კაი გაგებით. რუბინმა მათ კარიერას ცეცხლი შეუნთო. ამის პარალელურად რუბინი იძენს ამომწურავ ცოდნას იმ ინდუსტრიის შესახებ, სადაც მოღვაწეობს. აქ საინტერესოა ის, რომ მუდმივად წარსულისკენ იყურება.
როგორც თავად ამბობს, უნდა გაიხედო თუ რა ხდებოდა 40-იანებში, 50-იანებში, 60-იანებში. ანუ ის ისტორიულ ცოდნას აგროვებს, რომელიც აწმყოში შემდგომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეხმარება. სწავლობს მისი წარმატებული კოლეგების საქმიანობას ისტორიულ კონტექსტში. ზოგადად ეს ქმედება წარმატებული ხალხისთვის სიმპტომური მგონია. დიდი ადამიანები წარსულში გადადიან და დიდებს სწავლობენ. შორეულ მენტორებს იძენენ, რომლებსაც უკვე ეს საქმე გაუკეთებიათ და წარმატებისთვის მიუღწევიათ. იგივე საკეთებდა მაგალითად ჩვენ წინა ვიდეოში დავფარეთ დორიან იეტსი. და ის სანამ ბოდიბილდინგის სცენას დაიპყრობდა, ბოდიბილდინგის ისტორიის შესწავლით იყო დაკავებული. მსგავსი მაგალითების მოყვანა ბლომად შეიძლება. გარდა ამისა, რუბინს აქვს შესანიშნავი ალღოს უნარი, რა უბრალოდ ეს მაგრად ჩანს. მას შეუძლია დამწყებ არტისტებში პოტენციალი დაინახოს. წიგნში ამის ბევრი მაგალითია. Public Enemy-ის შემთხვევაც საკმარისია. იმ დროისთვის Public Enemy-ის ხელს არც ერთი პროდიუსერი არ კიდევდა. ისინი პოლიტიკურ რეპს მღერიან, ხოლო პოლიტიკა რეპში სიახლე იყო. თუმცა რუბინმა მათში რა თქმა უნდა პოტენციალი დაინახა, თავის ორბიტაზე მიიბა და იმუშავა. რეალურად რომ ვთქვათ, ამ წიგნში რაღაცები დამაკლდა რა. აი მაგალითად, მე რომ მომეცეს შესაძლებლობა რიკ რუბინს შემდეგ შეკითხვას დავუსმევდი. როგორ აყალიბებ და ინარჩუნებ გავლენიან პროფესიულ წრეს? თუ შეგიძლია მითხრა, შენი ეგრეთ წოდებული რასაც ეძახიან ნეტვორკინგის პრინციპები, აი ამას ვკითხავდი. რუბინს ყავს ძლევამოსილი სანაცნობო წრე და მაინტერესებს საიდან დაიწყო ეს თემა. როგორ გაჭრა ეს არხი და როგორ ინარჩუნებს ამ სანაცნობოს. ზოგადად მე მგონია რომ სანაცნობო წრე დღეს ბევრ რამეს ნიშნავს. პრინციპში როდის არ ნიშნავდა რომ აი სულ ბოდიში და კარტოფილის მეშოკი რო იყოს ადამიანი, თუ ყავს ძლევამოსილი ნაცნობები შესაბამის ადგილებზე, თვითონაც ძლევამოსილად არის. გავყვეთ ეხლა თხრობას. როგორც ვთქვით, რუბინი კალიფორნიაში გადადის და ერთ-ერთი პირველი ვისთანაც მუშაობას იწყებს არის Red Hot Chili Peppers-ი და წიგნის ფაქტობრივად ნახევარი მათთან მუშაობას ეთმობა, თუმცა ამაზე ჩვენ არ შევჩერდებით. ასევე აღსანიშნავია, რომ მალევე მიატოვებს Def Jam Records, მიზეზი Russell Simmons-თან უთანხმოება იყო. როგორც რუბინი ამბობს, უბრალოდ ავდექი და წამოვედიო. თუ დავრჩებოდი, მეგობარს დავკარგავდიო. წამოვიდა და თავისი ახალი ლეიბლი დააარსა. ზოგადად ახლობლებთან ერთად ბიზნესის კეთება კიდე ცალკე ფენომენია რა. მოდი ახლა გავჩერდეთ უაღრესად საინტერესო თემაზე. ყველაზე მაგარი მომენტები ახლა მოდის ასე რომ გამაგრდით. რუბინის წარმატებას ერთი სიტყვით თუ შევაჯამებთ, ეს არის მინიმალიზმი. როგორც ავტორი ამბობს, როდესაც რიკი სტუდიაში შემოდის, მისი მიზანია მუსიკა გააკეთოს მუსიკის ყველაზე წმინდა და საბაზისო ფორმით. როდესაც მუსიკის შექმნა დავიწყე, მინიმალიზმი ჩემი აღმოჩენა იყო, იხსენებს რუბინი. სხვათა შორის ჩემს პირველ ჩანაწერს შემდეგნაირად ეწერა. იმის ნაცვლად რომ წამეწერა produced by Rick Rubin, ანუ შექმნილია რიკ რუბინის მიერ, წავაწერე reduced by Rick Rubin, შემცირებულია, შემოკლებულია რიკ რუბინის მიერ. და ეს დღემდე მომყვება. ჩემთვის ეს ბუნებრივი მოცემულობაა. მოვხსნა მუსიკას ყველა ის ზედმეტი არასაჭირო შტრიხი, რაც აქვს და სუფთა წმინდა სახით დავტოვო. აქვე რუბინის ამ ორ გამონათქვამს გეტყვით, რომელიც მე მაგრად მომწონს და მეორე გამონათქვამს გეტყვით, რომელიც მაგრად მომწონს და აი სულ რო არაფერი მარტო ამადგირდა, რომ ეს პიროვნება გამეცნო რა. ნაკლები რაოდენობა არის საკმარისი, თავარია ეს ნაკლები სწორად შეარჩიო. უბრალოდ შესანიშნავი მიდგომაა. წარმატებული ხალხის ბიოგრაფიებს, რაც უფრო გაეცნობი, იქნებიან ეს ენტერპრენერები, მეწარმეები, სპორტსმენები თუ ხელოვანები, აი ძალიან ბევრი მათგანი საუბრობს ზუსტად მინიმალიზმის შესახებ. ამ ყველაფერს აინშტაინის ყბადაღებული ფრაზა ზუსტად აკვდება. თუმცა ხალხი იყენებს ამ ფრაზას, მაგრამ რეალური შინაარსი ცოტას თუ ესმის. ყველაფერი გენიალური, მარტივია.
და ასევე მეორე ნაკლებ ცნობილი ფაქტი აინშტაინის შესახებ. აინშტაინმა ერთხელ თქვა, რომ მისი მთავარი მეცნიერული ნიჭი არის უნარი გაეცნოს და წაიკითხოს უამრავი ექსპერიმენტი, ჟურნალი, სტატია და მათგან შეარჩიოს ძალიან ცოტა და მნიშვნელოვანი წყარო, დანარჩენი კი გვერდზე მოისროლოს. აი რუბინი არის ამ ფილოსოფიის პრაქტიკული გამოვლინება. გაფილტრო კონკრეტული საქმის გარშემო არსებული ბურუსი, ამ ბურუსიდან გამოარჩიო და მოუყარო თავის სასიცოცხლო და მნიშვნელოვან პრიორიტეტებს და მხოლოდ მათზე გააკეთო აქცენტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩავახშოთ ზედმეტი ხმაური, ნაცვლად იმისა, რომ ბრჭყვიალა თემებმა მიგვიზიდოს, კონცენტრირება რეალურ საჭირო თემებზე მოვახდინოთ. აი ამ ფილოსოფიის გამოყენება ყველაფერში შეიძლება. ერთი კარგი მაგალითი რამდენიმე დღის წინ შემხვდა. ერთმა დიდმა ქართულმა კომპანიამ არ დავასახელებ სახელს დაამატა AI chatbot-ი და ამით იწონებენ თავს. ამ კომპანიის პროდუქტი რეალურად გახლავთ კონკრეტული სერვისის გაცემა და ამ სერვისში აქვთ დიდი ჩავარდნა, უამრავი უკმაყოფილო მომხმარებელი და ასე შემდეგ. ნაცვლად იმისა, მათ მთელი ძალისხმევა რეალური მნიშვნელობის თემას დაუთმონ, ანუ სერვისი აიყვანონ უმაღლეს დონეზე, სანაცვლოდ დასდევენ პეპლებს, ნერგავენ AI-ს და ამით იწონებენ თავს. მაშინ, როდესაც მთავარი საკითხი გვერდზე რჩებათ რა. ეს არის კაი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია ბრჭყვიალა რაღაცებს მთავარი გეზიდან გადაგახვევინოს. მინიმალიზმი კი სულ სხვა რამეა. აკეთეთ ცოტა საქმე, თუმცა უმაღლესი ხარისხით. აქვე საინტერესოა რუბინის შემდეგი მიდგომა. ჩვეულებრივი რაღაცები ადვილად მბეზრდება. ან რაღაცა ძალიან ამაღელოებს, ან საერთოდ არ მაინტერესებს. საშუალოება არ მიზიდავს. რაღაცაზე არასოდეს ვიტყვი, ხო, არა უშავდა რა, ან მიყვარს, ან მეზიზღება. აქ საინტერესოა შემდეგი ფრაზა. საშუალოება არ მიზიდავს. ესეც გავრცელებული პრინციპია. წარმატებულ ხალხში მაგალითად ბევრგან ნახავთ მსგავს პრინციპს რა. ეს რო წავიკითხე რუბინი რო იძახის რომ საშუალოება არ მიზიდავს, ეგრევე გამახსენდა კობი ბრაიანტი, რომლის შესახებაც სხვადასხვა ვიდეოს ვამზადებ. კობი ვერ იტანდა საშუალოებას. მას ძალიან მაღალი სტანდარტი ჰქონდა. საქმეს ან ყველაფერს შესწირავდა, ან საერთოდ არაფერს. და ეს სტანდარტი გარემოცვაზეც გავრცელებული ჰქონდა. მაგიტომაც საკმაოდ რთული პიროვნება იყო და ბევრს არ უყვარდა სხვათა შორის. იგი მის გარშემო მყოფი ხალხისგანაც იგივე თავდადებას მოითხოვდა საქმისავდინ, რასაც პირადად დებდა. ზოგადად, როდესაც ადამიანი ლიდერი ხდები, მან უნდა იცოდე, რომ საზოგადოების ნახევარს უკვე აღარ მოსწონხარ. სტივ ჯობსის ნათქვამის არ იყოს, თუ გინდა ყველას მოსწონდე, ნაყინი გაყიდე და ლიდერობას თავი დაანებეო. და მაინც როგორ ახერხებს რუბინი საშუალოებას თავი აარიდოს. როგორც თავად ამბობს MTV-სთან 1999 წელს მისცემულ ინტერვიუში, არანაირად არ ვცდილობ ახალი ვარსკვლავების აღმოჩენას. უბრალოდ ჩემს გემოვნებას მივყვები. მისი ერთგული ვარ. რუბინის ფილტრი არის მისი გემოვნება, ენდობა გემოვნებას. ან მოსწონს რაღაცა, ან არ მოსწონს, მარტივია. საბოლოო ჯამში მჯერა რომ ხარისხი გადამწყვეტია. როდესაც რაღაცას აკეთებ, ხარისხიანი უნდა იყოს. სანამ სტუდიაში ფეხს შევდგამ, ბენდთან ერთად ძალიან დიდ დროს ვატარებ მომზადების პროცესში. მთავარია მუსიკა იპოვო, დაწერო და ეს არის ყველაზე დამღლელი პროცესი. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის პერფორმანსი და იმაზე ფიქრი თუ როგორი გამოვა ალბომი. რუბინის ხარისხისეული განმარტება არის შემდეგი. მუსიკა უნდა დაიწეროს იმისთვის, რომ დროს გაუძლოს. მუსიკა არ უნდა დაიწეროს მხოლოდ კონკრეტული ალბომისთვის კომერციული მიზნიდან გამომდინარე. დროში მდგრადობის ფენომენი შესანიშნავი მიდგომაა რა. ამას სხვანაირად სტრატეგიული აზროვნებად შეგვიძლია ვუწოდოთ. გადაწყვეტილების მიღებისას ესა თუ ის მუსიკა შევათურა ალბომში, გადამწყვეტი ხდება არა მოკლევადიანი მერკანტილური მიზანი, არამედ გრძელვადიანი მიზანი. ეს მუსიკა ჯდება თუ არა ბენდის ღირებულებებში და გაუძლებს თუ არა დროს.
ეს შესანიშნავი მაგალითია გნებავთ პირადი, გნებავთ პროფესიული ცხოვრებისთვის, მზერა ყოველთვის შორეული მომავლისკენ, ანუ სტრატეგიული აზროვნება. კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება გამოგვადგება თუ არა გრძელვადიანი მიზნის მიღწევაში. ადამიანთა უმრავლესობა მსგავსად არ აზროვნებს. მოკლე ჭკუის ხალხი მოკლევადიან გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც შესაძლოა იმ მომენტისთვის სარფიანად გამოიყურებოდეს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ზიანის მომტანია. აქვე რუბინის ეს ფრაზა მომწონს. ვცდილობ მუსიკოს ვაგრძნობინო, ავუხსნა, რომ მან არ უნდა დაწეროს მუსიკა მხოლოდ კონკრეტული ალბომისთვის, არამედ მისი გათვლა გრძელვადიანი უნდა იყოს. მუსიკამ დროს უნდა გაუძლოს. მუსიკის დაწერის შემდეგ დაუკრავს და ერთად მოვუსმენთ. რატომღაც ხალხის უმეტესობას გონია, რომ 10 მუსიკას დაწერს და ფიქრობს საკმარისია, მოვრჩი მუშაობასო. მე 10-დან 8-ს დავიწუნებ და ვეტყვი, რომ კიდე 8 ახალი უნდა დაწეროს. ვიცი, რომ ეს მოსაწყენი და ნაკლებ სექსუალური პროცესია და მუსიკოსების უმრავლესობისთვის ტანჯვაა, თუმცა რეალობა ამგვარია. თუ დაწერ 30-ს, უფრო მეტი შანსია საუკეთესო 10-ის შერჩევის და ალბომის შექმნის. როგორც ჩანს, დროში მედეგობის ამბავი რუბინისთვის მართლაც მნიშვნელოვანი რაღაცაა. როდესაც ბოლო წიგნი გამოსცა, რუბინი იხსენეს გამომცემლებს ჰქონდათ მცდელობა ეს ჩემი წიგნი მარკეტინგის პრინციპებზე დაყრდნობით გადაეწყოთ, გადმოეწყოთ და რომ კომერციულად უფრო მომგებიანი ყოფილიყო. მოკლედ, დიდი ჭიდაობა გავმართე გამომცემლებთან და საბოლოოდ წიგნი იმ საწყისებზე დავტოვე, რომლებიც დროს უფრო გაუძლებს და ნაკლებად მოძველდებაო. ასევე დამაინტერესა შემდეგმა მონაკვეთმა. რუბინი იძახის ესეთ რაღაცას. იმას, რასაც ვაკეთებ, ერთი დიდი ექსპერიმენტი ქვია. რატომ არ უნდა ვცადოთ ბევრი განსხვავებული რაღაცა? თუ არ გაამართლებს, გვეცოდინება, რომ არ გაამართლა. როგორც წესი, ყოველთვის ვცდილობ სხვანაირად მივუდგე პროცესებს. ყველა იდეას აქვს არსებობის უფლება. ჯგუფების უმეტესობასთან მიმართებაში იდეების ეგრეთ წოდებული ბრეინსტორმინგის მეთოდს მივმართავ. თუ ვინმეს კარგი იდეა გაუჩნდა და დავრწმუნდით, რომ კარგია, ვიყენებთ მას. პროექტის დასაწყისშივე შემდეგი მოცემულობით ვმოქმედებ. გამოვცდი ყველა იდეას. არ შევიქმნი წინასწარ განწყობილებებს იდეებთან მიმართებაში. და შემდგომ რუბინი ამბობს, რომ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რაიმე იდეა სულელურად მომჩვენებიაო, ხოლო როდესაც მუსიკოს მაინც დაუკრავს, მერე მომწონებიაო. ზოგადად ეს მიდგომა არ შეიქმნა წინასწარ განწყობილება იდეებთან მიმართებაში, ანუ ხელაღებით არ განსაჯო და უკუაგდო იდეა მნიშვნელოვანი მგონია. მოგეხსენებათ, ჩვენი ტვინი მიდრეკილია იმისკენ, რომ მოგვატყუოს. ამის შესახებ უბრალოდ წაიკითხეთ დანიელ კანემანის ცნობილი წიგნი „იფიქრეთ სწრაფად, იფიქრეთ ნელა“. იქ აღმოაჩეთ, რომ ადამიანის ტვინი შაბლონებით მოქმედებს. ჩვენს ტვინში ჩანერგილია წინასწარ განწყობები და მიკერძოებები. ამიტომაც ხშირად რეალობის გამრუდება ხდება და მოვლენები შეიძლება არასწორად შევაფასოთ. სწორედ ამიტომ რუბინის ეს ხედვა წინასწარ განწყობების შესახებ მომეწონა და მენიშნა რა. ის არ იქმნის წინასწარ განწყობილებებს იდეებთან მიმართებაში. ყველაფერს ტესტავს. მხოლოდ გატესტვის შემდგომ, ანუ მას შემდგომ რაც მტკიცებულებებს შეაგროვებს, რუბინი იტყვის, რომ კარგია ან ცუდია. ეხლა ყველა იდეის გატესტვას კი დრო სჭირდება. და ეს შეიძლება დამღლელი, გაწელილი პროცესი იყოს. თუმცა რუბინს არსად ეჩქარება, ის აუჩქარებლად მოქმედებს. მაგალითად, ავიღოთ რუბინის კარიერის ერთ-ერთი პირველი პროექტი „ბისტი ბოისი“. კარიერის დასაწყისში რუბინს 3 პროექტი ჰქონდა, როგორც მახსოვს, ეს იყო LL Cool J-სთან, ბისტი ბოი და Run DMC. ბისტი ბოისის ალბომი „License to Ill 3-ის ჩაწერას 2 წელზე მეტი მოუნდიო. ანუ ის ნელად და დინჯად მუშაობს. ასევე ბრეინსტორმინგის თემას ეხება რუბინის შემდეგი ნათქვამი. კოლაბორაციულ პროექტებში, რასაც ვამჩნევ, არის იდეების ბრძოლა. აბა რომელი იდეა გაიმარჯვოს და აქაა საფრთხე. შესაძლოა ეგომ გადაგზალოს და გაიმარჯვოს არა კარგმა იდეამ, არამედ დიდმა ეგომ. და
იმას გააქვს საბოლოოდ საკუთარი იდეა, რომელიც გამალებით იბრძოლებს. ჩემი გამოცდილებით კი ამგვარი გზით კარგი გადაწყვეტილებამდე ვერ მივალთ. აქვე უნდა დავამატოთ ერთი მაგარი დეტალი, რუბინი არტისტებთან მუშაობის სპეციფიკაზე საუბრობს, როგორ ირჩევს კლიენტებს. პირველ რიგში უნდა მომწონდნენ როგორც ადამიანები. შემდეგ გავესაუბრები პროექტის შესახებ მათ ხედვას მოვისმენ, გავიგებ თუ რა ხდება მათ ცხოვრებაში და თუ დავინახე თანამშრომლობის შესაძლებლობა, მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ მუშაობას. ასევე რუბინის მთავარი მისია მუსიკალური ჯგუფის ძლიერი მხარე აღმოაჩინოს და წინ წამოწიოს ეს ძლიერი მხარე. როგორც თავად ამბობს, წარმოების პროცესში თითქოს ბენდის ნაწილი ვხდები. თუმცა მათგან განსხვავებული მიდგომა მაქვს. ბენდში თითოეულ წევრს თავისი მოვალეობა აქვს, თავისი დღის წესრიგი. ბასისტი მაგალითად თავის ნაწილზეა კონცენტრირებული. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აღელვებს. მხოლოდ მე ვარ ჯგუფის ის წევრი, რომელიც ჯგუფის მთლიანობაზე აგებს პასუხს. ასევე ეს უნდა ვახსენო, რომ ორი გამონათქვამი ჩავინიშნე რუბინის, რომელიც მე მგონი ჩემს საყვარელ გამონათქვამებად იქცა. უბრალოდ ამათ არ ჩაუღრმავდები, იმიტომ რომ ძალიან შორს წავიყვანს, მაგრამ თქვენ გაგიზიარებს რა. პირველი გამონათქვამი. ყველაზე საინტერესო რამ მაშინ მოხდება შენს თავს, როდესაც დაიწყებ ისეთი რამის კეთებას, რასაც სხვა არავინ აკეთებს. ძალიან მომწონს, ძალიან მაგარი რამეა. და მეორე, ყურადღება მიაქციე იმას, თუ რას ამჩნევ ისეც, რასაც სხვები ვერ ხედავენ. კრეატიული პროცესის მე მგონი ქვაკუთხედია რა, ყურადღება მიაქციე იმას, თუ რას ამჩნევ ისეც, რასაც სხვები ვერ ხედავენ. წავედით ახლა. ხო, ეს საინტერესო მომენტი მინდა ვახსენო, ცოტა სასაცილო მომენტია და თან რაღაცნაირად საინტერესოც არის, მიკ ჯაგერთან მუშაობის მომენტია რა. წიგნის ავტორი გვეუბნება, რუბინი ცნობილია თავისი პირდაპირობითო. ან მოსწონს რაღაცა, ან ეზიზღება. ჯაგერთან მუშაობის დასაწყისში რუბინმა მაშინვე მიუთითა ჯაგერს, რომ რაღაც ტრეკები მოსწონს, მაგრამ რაღაცები ჩასახსნელია ამ ალბომიდანო. შემდეგ წლების შემდგომ რუბინი იხსენებს. ეს რომ ვუთხარი ჯაგერს ყბა ჩამოუვარდა. ალბათ იმიტომ, რომ ამ კაცისთვის 30 წლის განმავლობაში კრიტიკა არავის უთქვამს. მაგარია რა. შემდგომ წიგნში იგრძნობა, რომ მათ კაი ურთიერთობა არასოდეს ქონიათ, მოკლედ რა. მოდი ახლა გადავიდეთ კიდევ უფრო პრაქტიკულ მხარეზე რიკ რუბინის, როგორ ცხოვრობს ყოველდღიურად და რა რუტინა აქვს და ასე შემდეგ. ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ რუბინი ამბობს, მთელი დასრული ცხოვრების მანძილზე ჭოტივით ვმუშაობდიო. დღის განმავლობაში ეძინა, ხოლო ღამე მუშაობდა. საბოლოო ჯამში ძალიან არაჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა, რამაც თავისი შედეგები გამოიღო და რაც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და 2004 წლიდან იწყებს ცხოვრების ტრანსფორმაციას. გადავიდა ჯანსაღ კვებაზე, ეგრეთ წოდებული პალეო და ხმელთაშუა ზღვის დიეტა. ასევე მას შემდეგ რაც ორგანიზმის ეგრეთ წოდებული ცირკადული რიტმების შესახებ შეიტყო, ჩემი ცხოვრება შეიცვალაო რა. ცირკადული რიტმი მოკლედ რომ ვთქვათ არის რეჟიმი, როდესაც ადამიანი მზის ამოსვლისთანავე იღვიძებს და ჩასვლისთანავე მალევე ზინავს. ამ რუტინის დადებითი მხარეების შესახებ დღეს სხვათაშორის ძალიან ბევრი საუბრობს, ამაზე ბევრი კვლევაა და ვისაც გაინტერესებთ, YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ ენდრიუ იბერმანის ეპიზოდები. ამას გარდა რუბინი მედიტაციის მომხრეა დიდად. 14 წლიდან აქტიურად ვმედიტირებო. მე პირადად მედიტაციას ვერ ვმუღამებ რა, მაგრამ თქვენ თუ გაინტერესებს, შემიძლია გირჩიოთ ორი სერიოზული მობილურის აპლიკაცია, რომელსაც მაგარი ხალხი იყენებს და უწევს პოპულარიზაციას. პირველი ეს არის სემ ჰარისის აპლიკაცია Waking Up და მეორე ჰენრი შუკმანის აპლიკაცია The Way, ესე ქვია. ასევე ერთი საინტერესო ინტერვიუ ვნახე რუბინის, სადაც
ესეც მომეწონა, სადაც ინტერვიუერი ეკითხება, რას ნიშნავს შენთვის წარმატება და წარმატებული ადამიანის გაგონებაზე ვინ გახსენდებაო. ეს შეკითხვა ძალიან საინტერესოა და ჩვენ თავებსაც შეგვიძლია დავუშვათ, ვინ გვახსენდება წარმატებული ადამიანის გაგონებაზე რა. რუბინი ასახელებს თავის მეზობელს, რომელიც 80 წლისაა და დღემდე ცხოვრობით ტკბებაო რა. დარბის სანაპიროზე და მიყოლებით შეუძლია 80 წლის ასაკში 23 აზიდვის გაკეთებაო. 50 წლის იყო პენსიაზე, როცა გავიდა და დღემდე იდგებს ცხოვრებასო. რუბინის აზრით წარმატებულია ადამიანი, რომელიც ცხოვრებით ტკბება. მაგარია იმ საქმეში, რომელსაც ემსახურება, არის ცნობის მოყვარე და მუდმივად გამოწვევების წინაშე აყენებს საკუთარ თავს, რომელიც ცდილობს იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ და რაც მთავარია, არ კიცხავს საკუთარ თავს შეცდომების გამო. ხო, ასევე სადღაც გადავაწყდი, რუბინი ასახელებს ორ წიგნს, რომელიც ყველაზე ხშირად გაუცია საჩუქრად. ესეც საინტერესო იყოს თქვენთვის, ჩემთვის იყო, ეს არის დაო დე-ძინი და მეორე წიგნი მედიტაციის შესახებ Where You Go, There You Are. Mindfulness Meditation in Everyday Life. ასევე ასახელებს ფილმს, რომელიც ძალიან მოსწონს და შეიძლება ამანაც დაგაინტერესოთ. ფილმს ესე ქვია 20,000 დღე დედამიწაზე ნიკ კეივთან ერთად. მეც არ მინახავს ეს ფილმი და შეიძლება ახლა დღესაღამოს ჩაუჯდეთ. მე მგონი დოკუმენტური ფილმი 20,000 დღე დედამიწაზე ნიკ კეივთან ერთად. პრინციპში აქ დავასრულებ ამ ვიდეოს, იმედია მოგეწონათ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და აბა შეხვედრამდე.